დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით როგორ ჩნდებიან თირკმლის კენჭები და რა იწვევს პირველ რიგში მათ ჩამოყალიბებას. Როგორც იცით, თირკმლის კენჭები შეიძლება საშარდე სისტემის ნებისმიერ ადგილას განვითარდეს, მაგრამ პირველ რიგში ისინი ვითარდებიან თირკმლის მენჯში. თირკმლის მენჯი არის უშუალოდ ის ადგილი, სადაც თირკმელში შარდი გროვდება და შარდსაწვეთი შემდგომ მიემართება შარდის ბუშტისკენ. ეს კენჭები ერთგვარი მინერალების გროვაა, რომლებიც შედგებიან კალციუმისგან, ოქსალატისგან და ფოსფორისგან, რაც დიდი რაოდენობით არის შარდში. როდესაც კენჭი დაიძრება, ამ დროს საშიშია, რომ ის გაიჭედება შარდსაწვეთში, ანუ თირკმელსა და შარდის ბუშტს შორის და გამოიწვევს შარდის შეგუბებას თირკმელში. Როგორც გითხარით, ეს კენჭები საკმაოდ მკვრივი მინერალებისგან შედგებიან, რომლებიც თავიანთ გზაზე შევიწროებებში ნებისმიერ ქსოვილს სერავენ და ზუსტად ამიტომ იწვევენ ისინი ასეთ გაუსაძლის ტკივილს და ჰემატურიას, ანუ სისხლ შარდში. რაც შეეხება მიზეზებს, ძალიან ბევრი გამომწვევი მიზეზი არსებობს. პირველ რიგში გენეტიკური წინასწარგანწყობა, სიმსუქნე, ასევე ცილოვანი დიეტაც კი ზრდის ამ კენჭების ჩამოყალიბების რისკს. ამას გარდა დეჰიდრატაცია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც ორგანიზმს აკლია წყალი, შარდი უფრო კონცენტრირებულია და უფრო დიდი კონცენტრაციით ხვდებიან ამ თირკმლის მენჯში ეს მინერალები და გამოკრისტალდებიან.